ხალიჩაზე მომხიბვლელი ანჩო დოლიძე მოდის, რომელსაც საინტერესო და მიმზიდველი იმიჯი აქვს, მაგრამ ამ შოუში მთავარი ხმა. საინტერესოა შეძლებს მწვრთნელების შემოbrunებას მშვენიერი ანჩო. ანჩო დოლიძე 22 წლის, დაამთავრა თეატრალური სამსახიობო ფაკულტეტი და ამჟამად ახლა განხრით არ მივდივარ. ბავშვობიდან ვატარებ მანქანას, ძალიან მიყვარს და მივყევი, მე რაღაც მისე მოხდა ერთ-ერთ პროექტში ჩამსვეს ამ რალის რაღაცა შეჯიბრი იყო და იქიდან მე უკვე დავიწყე რაღაცა დრიფტაობები, რაღაცა ცოტა ბიჭური რაღაცები მიზიდავს. ანუ შეყვარებული არ მყავს, იმიტომ რომ ვიზღუდები რაღაცეებში, რაღაცებში არა ყველაფერში. ამ ეტაპზე თავისუფალი ვარ და ნახოთ რა იქნება მერე არ ვიცი. ანჩო, როგორ ხარ? კარგად, მადლობა. იცი რა, ვისთან ერთად მოხვდით ხო არ გიკითხე, იმიტომ რომ ნინის ყველა იცნობს, მაგრამ მეორე გულშემატკივარი გაგვაცემა. ჩემი დეიდაშვილი ლიზა. ძალიან სასიამოვნოა. არ ნერვიულობ. აი რო ცოტა მეტყობა. კი, ცოტა გეტყობა. როგორ გონია, ვის შემოაბრუნებ? საერთოდ შემოაბრუნებ თუ არა ვინმეს? არ ვიცი მართლა, ესე წინასწარ ვერაფერს ვერ ვიტყვი. ნახოთ რა იქნება. იცი რა, რალი გიყვარს შენ ხო? და აი, ეხა ბრმა კასტინგზე გასვლა, ასოცირდება შენთან ექსტრიმია? კი, ნუ ეხა ისეთი არა, მაგრამ კი. დღეს რა სიმღერას შეგვისრულებ? რა თქვა შეიძლება? კი, არ თქვა. სიურპრიზი იყო. ხო, ისე. კატუს მაჩვენებ? აბა მაჩვენებ. მზე. წარმატების მომტანი იქნება, იმედი მაქვს ეგ კატუ შენთვის. სპეციალურად გავიკეთე ახალი ხმისთვის და ნახო. წარმატებას გისურვებ, გადიხარ სცენაზე და აბა შენიც დაანთე იქ ცეცხლი მხურვალი, როგორც შენი ტატუშკა მზე. წარმატებები. და მწვრთნელებს რაც შეეხება, მაო ალბათ. იმიტომ რომ რა ვიღაცა უფრო ისეთია რა, დახვეწილი ჩემთვის. წერ მუსიკას ვქნი, ვასრულებ და რაღაცა მაოს ეს ძალიან მაგრა გამოსდის და ამიტომ რაღაც ესე მგონია რომ უფრო ერთ სტილში ვიქნებით და კარგად გამოვა ყველაფერი. რა ქვია? ანჩო.
გისმენ. გისმენ? თქვენ გისმენ. თქვენ? მოდი, თავზე ხელი აიღე და წამოდი ჩემ. ერთი წამი გადაწყვეტილება არ მიიღო. შეიძლება ეს მე დავამთავრო. კაი, არ დავამთავრებ და ეხა ვიტყვი პირდაპირ, მაშინ არ დაველოდები ბოლო სიტყვას. შენ ხარ ის მონაწილე, ვისთანაც ერთად მე სულ სხვა მიმდინარეობას შემოვიტან ქართულ კონკურსებში. ძალიან მაგარს. ძალიან ნამდვილს და ძალიან კარგს. ერთად ვიექსპერიმენტებთ. ტრიპ-ჰოპი გიყვარს? ისე რა. შეგვიძლია რაღაცეები. შენ დამეხმარები და მე დაგეხმარები, რომ ერთად შემოვიტანოთ რაღაცა კიდე ახალი თარო. რო გავითვალო შეიძლება? როგორ? რა თქვი? გავითვალო. არა, არ შეიძლება, შენ რაცაც ფიქრობ გულში ის როგორ უნდა და ჩაიფიქრო ციფრი და იმ სადაც გაჩერდება? აი გავითვალე მაო. სამართლი? ძალიან მაგარი რაღაცაა. ძალიან. დიდი მადლობა. რა სიტყვით ერთ უკაცრავად, წავი. აღჯერა? აღჯერა? ძალიან კაი გოგო. ეს ერთი რაღაც მეტად. ეს სიმღერა, აი ასე. ვინმე გირჩია თუ შენ თუ გადაწყვეტე ასე გემღერა. მირჩიეს. გირჩიეს? და ძალიან დიდი მადლობა ვინც მირჩიეს. ისე მე მგონი ორიგინალურ ვერსიასთან ახლოს რო გემღერა ისიც გამოგივიდოდა, მე ასე მომეჩვენა. ძალიან ლამაზი იყო ეს. ძალიან მომეწონა მე. მიხარი. 4 მწვრთნელსაც მოეწონა. წარმატებას გისურვებ. პირველი როხო ძალიან ამას მიაღწევ ამ მომხდარა. კაი ხარ. წარმატებას გისურვებ. ის ჩემი იყო და ჩემთან უნდა წამოსულიყო. მაიას უნდა და ყველაზე მეტად რომ ანჩო ყოლოდა, იმიტომ რომ ანჩოს ეტყობა რაღაც ისეთი რაც არ აქვს სხვას. ადამიანი როცა იცის ზუსტად რა უნდა, იმას ბევრი არ უნდა უჩხიკინა, ესე მგონია და ალბათ მაია მოახერხებს ამას. მას ძალიან მართლა ჭირდებოდა ანჩო იმისთვის რომ აი ეს პოზიცია შეინარჩუნოს, რომ დღეს 2013 წელია. 8 მწვრთნელიც რო ყოფილიყო და 10-იც თუ კი შენია ის წამოვა შენთან. ანჩო არ ინანებს რო ჩემთან.